ჩვენი დღევანდელი ბრიფინგის თემა არის მდგომარეობა, რომელიც გვაქვს გარდაბნის რაიონში. ყველაზე მთავარი ალბათ არის ეთნიკური დაპირისპირების მცდელობა ქართველებს და აზერბაიჯანელებს შორის, მათი აგიტატორები ავრცელებენ ხმებს იმის თაობაზე, და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ქართული ოცნების გამარჯვების შემთხვევაში დაიწყება შეიქმნება ისე ის კრიმინალური ფონი, რომელიც არსებობდა 90-იან წლებში და განსაკუთრებით ხაზს უსვამენ, რომ ამის ძირითადი დამტყმელი ძალა იქნება ადგილზე გარდაბნის რაიონში მცხოვრების სვანები. უნდა გითხრათ, რომ პირიქით ქართულ მოსახლეობაში სხვანაირი ინფორმაცია ავრცელებენ, გასაკვირველი ეს არის ცნობილი ყადაღებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ვართ ქართული ოცნება არის რუსული ინტერესების დამცველი, რომ ქართული ოცნება შეეცდება საქართველოს ჩააბაროს მთლიანად რუსეთს, ამ ტიპის ინფორმაცია ვრცელდება უკვე ქართულ მოსახლეობაში. გარდა ამისა, მე კიდევ ერთი რამ მინდა მოგახსენოთ, ვიგდება ამ ტიპის დოკუმენტი აზერბაიჯანულ მოსახლეობაში. ეს არის დაპირებები ნაციონალური მოძრაობის, თავისთავად ამ დაპირებებში არაფერი განსაკუთრებული არ არის, ყოველთვის ჩვენთვის ცნობილია, მაგრამ რა პირობით ვიგდება ეს დოკუმენტი აზერბაიჯანულ მოსახლეობაში, ამ დოკუმენტს ადებენ ვაუჩერის ფასს. ანუ ამ დოკუმენტის მიხედვით გაჩიანის და ზოგიერთი სხვა სოფლების მოსახლეობას ეუბნებიან, რომ ამ დოკუმენტის მიხედვით მათ შეუძლია 1000 ლარი დახარჯონ ელექტროენერგიაზე და შემდეგ ამ დოკუმენტის წარმოდგენას აუნაზღაურდება, უფრო სწორედ დაეფარება ეს დავალიანება. ბატონო მამუკა რო აჩვენე ახლა საბუთი, აი ეს საბუთი 8 წლის წინათ ასეთი რაღაცაზე ამოვიდნენ. აი ასეთი იმას აჩვენებდნენ, რომ ამას გავაკეთება. კაი 8 წლის მანძილზე ერთი შესრულებული არ არის.